700 წლით ადრე და გვაქვს ტექსტები მუჰამედ ფეიღამერამდე 1000 წლით ადრე. და აგრეთვე გვაქვს ტექსტები, რომელიც მუჰამედ ფეიღამერის შემდეგ იქნა ასლი. ეს ტექსტები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ეს ტექსტები ერთმანეთში იმეორებენ იმას, რაც მუჰამედ ფეიღამერამდე დაიწერა 700 წლით ადრე და 1000 წლით ადრე. აქედან ისმის ლოგიკური კითხვა. თუ გაყალბდა, მაშინ როდის გაყალბდა? ვინ გააყალბა? და რა ტექსტი გაყალბდა? თავად ყურანი გამორიცხავს ამ ფაქტს, რომ ტექსტი გაყალბებულია. იმიტომ რომ ყურანი გეუბნება სიბზნე თუ გაკლია და რამე ვერ გაიგე, მიიმართე იუდეველთა წიგნებს. იუდეველთა წიგნებს, რომელიც არის თორა, თანახი, ძველი ათმის წიგნები და ქრისტიანების წიგნები, რომელიც არის ინჟილი. ამათ მიმართე ვეუბნები. ხო და როდის გაყალბდა? ლოგიკური კითხვაა, ხო? აი, როდის მოხდა გაყალბება? ყურანი არ ამბობს გაყალბდა. ეს არის შემდეგ წამოსული გვიანდელი ტრადიცია, რომლებმაც მუსლიმებში წავიდა, მე-10 საუკუნეში წამოვიდა ეს იდეა, რომლებიც ამბობენ, ეს იმამები ამბობენ, მუსლიმები, იმამები ამბობენ, რომ ბიბლია გაყალბდა. გაყალბდა, მაგრამ როცა ვეკითხებით კონკრეტული ადგილი მიმითითე, რომელიც გაყალბებული იყო, მე შენ გაჩვენებ ის მუჰამედამდე როგორ იკითხებოდა და გაჩვენებ მუჰამედის შემდეგ როგორ იკითხებოდა და როდის გაყალბდა. ანუ, როდესაც შენ მუსლიმი გეუბნება ამ არგუმენტს, რომ ბიბლია გაყალბებულია, შენ უნდა უთხრა კონკრეტულად რომელი ადგილი გაყალბებული, როდის გაყალბდა და რა მტკიცებულება ამის გაყალბების. გაჩვენონ ტექსტი, რომელიც ორიგინალში როგორ ეწერია, მათ ხომ ამბობენ რომ გაყალბდა, უნდა გაჩვენონ ეს ადგილი, ანუ ორიგინალში როგორ ეწერა და როგორ გაყალბდა. ამ ადგილს თქვენ ისინი ვერ გეჩვენებენ, რადგან ესეთი ადგილები არ არსებობს. ეს არის ჰაერიდან მოტანილი. ამით თქვენ შეგიძლიათ გააცამტვროთ მათი არგუმენტაცია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ წინა წერილები გაყალბებულია. არ გაყალბებულია.